ვაგრძელებ ფულიშოვნა ეს ჯეტია ხუჩი და აუ, კაროჩე მე ძმაო, ეხა ჩვენ რაც არ უნდა ვნახოთ, არ წამოვალ იმასთან ერთად რა. შანსი არ არის ძმაო. აბა რა ისე ბიჭო, აქ დარჩები? არა ბიჭო, მე კი არ დავჩები, შენ უნდა წამოვიდეს. ის თუ არ წამოვიდა კოორდინატებს ჩვენ ვინ მოგცემს, თო მაგის მაგაცია. ბიჭო, სტევის პატივცემ, არა ეს მექსიკელი, მე მუჩაჩო თუ ჩიკიტა არ მევასება რა. მოკლედ რა დაჯექირწე, მოდი აქ და დღევანდელ ვიდეოში უნდა ვიყიდოთ უკვე ტექნიკა, WordPress და რაღაცები, რომ იმ რაღაც საიდუმლო კუნძულზე წავიდეთ რა. აუ ბიჭო, იცოდე, ის არ წამოვა. ბიჭო, დაწყნარდი მეთქი რა. ხალხო, დაწერეთ კომენტარებში რა ხდება ძმაო, არ შემიძლია ესეთი რაღაცა. უძდელია ძმაო, ის უძდელია, ცოტა ჭკუა უნდა ისწავლოს. მაგან ბიჭო ვის უთხრა დაგალომბარდებო, დავალომბარდებ კი არა, ეგრევე ბიჭო, ჩავდებ იპოთეკის, გაიგე? გიყოს რა, წამო დაჯექი, მოკლედ დღევანდელ ვიდეოში უკვე ტექნიკა და რაღაცები უნდა მოვაგრო, იმიტომ რომ იმ კუნძულზე იქ რა დაგხვდება, ნაღდა და არ ვიცით და იქ უკვე ჩვენ დავიწყებთ ახალ ცხოვრებას, აბსოლუტურად საერთოდ რადიკალურს. მოგბეს და უკვე 234 დღეა უკვე ამ ლოს-სანტოში დავდივარ და უკვე ახალი გარემო გვინდა და მე შეიძლება ნიუ-იორკშიც გადავიდეთ. ნიუ-იორკში მე ვნახოთ. ჯერ აქ ჩავიდეთ რა. კაი, ერთი წამი ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება WordPress-ი, რომელიც ადრე მახსოვს რომ აქ დავტოვეთ, მაგრამ მეტი არა, ჩემი მტერი იმ ხალხს ეს ამდენ ხანს გაეჩარებინა და ხო აუყონთ ეს თუ ეხლა 10000 ლაიქს რომ ხალხი დაიდოს მომდენო ვიდეო და აჯერ ხო subscribe-ი მაქვს რა. ბევრი უყურებს ვიდეოს ის რო აღსარეთერს და შეიძლება ეგრე. ყველას მოგხოთ გამოწერდა და ზარისკენ აქტიურებული რომ ვიდეო დაიდება თუ არა ეგრევე მოგივიდეთ შეწყობინება. კაი, ის ფერმა როგორც მახსოვს იყო სადღაც აქეთ. აუ ბიჭო, დაგვეკარგა ის WordPress-ი. კაი ბიჭო, ერთი თვე ამ გონი მაგ ადგილას არ ყოფილვარ და ეხა რაც უნდა ვნახოთ ის ფერმა რაღაც ეჭვმეპარება რომ ეს WordPress-ი იქ დავხვდეს. ხო და მოვაჭერით თავს მაგის ფერმის მეპატრონეს რა. რა პონტეა ბიჭო, ხო თქვავეთ არა პოლი ჩაურიცეთ. ხო, მაგრამ ბიჭო, ეხლა ის ქალი აქ მე რამდენი ხანი შეინახავდა კი, მაგრამ იმ WordPress-ს სად არის? აი წინ ეგრტო უჭვილი იქ არის და ფერმერები აგერ მუშაობენ, მაგრამ აი მენა შანსი არ არის ეხლა რომ აქ რამე დავხვდეს, ხო? ეს ვინ არის? აქ არ არის WordPress-ი, თო? გაუმარჯო ჩემი ძმა. საერთოდ ძმა რა ხდება? აქ WordPress-ი იყო და საწავიდა. რა WordPress-ი ძმა, ორი კვირის წინ ვიყიდეს ფერმა. კაროჩე, რა მოტყდა ის ქალი, ხო არ გადაობ. ეგ არის ძმა, WordPress 1.15 მილიონი ეღირებოდა რა. გაყიდა ქალმა და მოტყდა, ხო ხედავ. კაროჩე რა. მანქანის ნომერი რამე არისი? არა ძმა, მესა აგენტოთი ვიყიდეს მიცა რა, ფერმა ყველაფერი რა ვიცი, რაც დავხვდა ეს არის აგენტი და ხო ვიწყო მილაგებას რა. აუ ბიჭო, რა სამბო WordPress დაგვეკარგა, მაგრამ ჩვენი ბრალია რა ძმაო, რა მოსულიყავი და წაგვეყვანა რა. აუ იმენა რა, ჩემი ძმა. მისმენე ხა ერთი წამი. ნერა მე არ მომიშალო ბიჭო, რამის ვარ მაიმუნებშენ, ჰა? არა ძმა, ვერდე პატიოსანი ფერმენი კაცი ვარ. ჰა მეთქე ბიჭო. გაჩე ბიჭო, ერთი წამი ეს მაგარი აგრესიული გახდა ბოლო დროს იჯი. ჩემი ძმა, იცოდე თუ იტყვები, იმენა ძალიან ცუდად გექნება საქმე, იმიტომ რომ WordPress-ია ლაპარაკი, ხო იცი? რა WordPress-ი ძმა, რა გინდათ, რატომ მე მოგრები, საერთოდ მოხვედით აქ ჩემი წაცი. წადით ოფისში აგენტო დავлеგე პოლიციაში. ჰა ბიჭო, პოლიციაში არ დარეკო. კაი, ერთი წამი რა. კაროჩე რა. აი ძმაო, კაი, მაგრამ იცოდე რომ აი ცუდად გექნება საქმე რომ გავიგოთ რომ WordPress-ი აქ არის სადმე ან შენი ხელი ურევია და რამე იცი. ძმაო, თავი გამანებით, ვერ გავიგე, დავრეკო პოლიციაში. პოლიციაში არ დარეკო მეთქე, ბიჭო, თავი არ გაიფუჭო, თო? წამოსიჯი აზრი არ აქვს აქ არაფერს, მოკლედ დავკარგეთ 15 მილიონი და WordPress-იც ახლა ახალი საყიდი ყავს, მაგრამ რამდენი მაქვს ახლა ფული? 27 მილიონი, თო? აუ, ან დაუბრა. წამო ახლა შავ ბაზარზე ვიქნებით მას ჩვენ წასასვლელები და პოლიციის ხმა ისმის სადღაც. არა, კიდე კაი, მე მეგონა ახლა აქ პოლიცია დაგვადგა, მაგრამ გამოვიდეთ. არა ძმაო, ჩვენთან არიან მოხიე. არა ბიჭო, ჩვენთან არ არიან ესენი. თუ? ლამბორჯინი შეეჯერე მოძრაობა, შეეჯერე. ოპა, ესენი ნახე ბიჭო, რატო დაგვადგნენ? რატო ნეტა გუშინდელი არ გახსოვს შევგამში, საკი ხა ლამბოთი და დაგვადგნენ. ოპა, აგერ კიდე პოლიცია, კაი ორვარსკვლოვიანია ჯანდაბას ეს ძებნის არის და ეგრევე მოვიცილოთ, მაგრამ გუშინდელ ვიდეოს მის უყურეთ რამდენ ადამიანს და ვახ, რა პარკური ძმა? კაი, ერთ წამი წამოვიდეთ აქეთ, მოდი სანაპიროზე ვიული, მაინც ეხლა ამ ლამბოს ეს ყველაფერი შეუძლია ხო ხდებით არა და ვაიმე, ვახ. არა ძმა უკაცრავად. ბიჭო, რა საკეთებ? ერთი წამი კაცო ამოვავთ. და ეგ არის, პოლიციაც მოგცილდა. აქ ხარ რომ ჩამოვარდით, უეჭოლი ვერ დაგვინახეს მაგათმა და მოგცილდა. გადაუსა გადავარდი ამანქანით, თო? მე მეგონა იქით მე გზამიდიოდა ჩაულებრივა და მაგეთო წამოვედი და მაგეთო გავრისკე ესე თორე, რატო გადმოხდებოდი აქ და მოკლედ წავედი ხლა რა შავ ბაზარზე რა. შავ ბაზარზე რა გინდა? ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast-ი, რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA ხუჭი არის ჩვენი და ერთ წამი. ვახ შენი
უფასოს კინი ხوار უნდა აქვთ სხვათა შორის, შეგიძლიათ გადახვიდეთ აღზარა შენდებარე ლინკზე, გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომოკოდით AMIGO ZARKO და მეიღოთ პლუს 1 кейსი რენდომად უფასო, რომელსაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ, ამიტომ გადადეთ აღწერაში მდებარე ლინკი. ბიჭო, მანქანა რაღაც ის გვჭირდება უკვე ტექნიკა ყობს, ძიმი არტილერია შესაგროვებელი 27 მილიონი რაც გვაქვს, უნდა დავაინვესტიროთ, იმიტომ იქ რო ჩავალთ. ეხა უეჭველი გული მიგდოს, იქ რაღაც სერიოზული მოხდება რა. მეც იმართლა გითხრა. კაი, პრინციპში სანამ ეხლა იქ ჩავალთ, აქ აეროპორტში მივალ და შეიძლება რამე ძველ თვითმფრინავებს პრინციპში კიყიდნენ აქ რა. იაფში ცოტა რომ მოხსენ ჯარის თვითმფრინავები რაღაც პარტიზანული გვაინტერესებს. შემოვტეხოთ ესე ლამაზად და რა ხდება აქ არაფერი არ არის დავიჯერო. ეს კუკურუზნი კი იყიდება აქ. აი იქით ბოლოში. აი ეგერ არიან ძმა ეგერ წინ. კაი, წამოვაბერთ ვკითხოთ იმ კაი კაცს. რამე თუ ყავს გასაყიდი, ესეთ ადგილებში ყიდიან ხოლმე ესე ეგ თვითმფრინავებს და ოპა, კიყოლიათო. გამარჯობა, კაი კაც. გამარჯობა შულო, გამარჯობა, რა ხდება აბა? ბაბუ, იყიდება ეს ვერტფრენები, მაგრამ ეს არ ვარ არაფერსიტო. აბა, არ ვარ ხო მაგას ეკაცო. ეგ არის რაც არის, მაგას აქ ომი ყველაფერი გამოვლილი ძმაო და მაგარი ვერტფრენია იყიდება, აბა იყიდება. ყველაფერი იყიდება ძმაო, თქვენ ფულით გვითორე. რა იყიდება ძმაო, ძალეფეხი არ აქვს იმას. აბა. ძალეფეხი არ აქვს კი არა, რა სტატის იცი? არ მინდა ძმაო, ამის სიარული არ მაინტერესებს, ძალის არა, ამით სადვიფრინო, ტოაგელი, თან ჟანგიანი არის ნახევრად იშლება, ყველაფერი მომძრალი აქვს, დეინჯერ აგერთან მითითებული. არა ძმაო, ეს რო დავქოქოთ ამ მოტრგალდები სადღაც. არა ძმაო, გიჟი ეს კაცი რა სკოტინის აქვს. კაი კაცი, ეს ვერტფრენი რა ღირს აქეთა? აბა ეხა ავეთ ფრაზე შეიხედება, შეხედე ძმაო გოდით ადგას. არ მინდა ძმაო, ის ვერტფრენი რაში მინდა, თო რას გავს? კი, მაგარი ტიპი არის, მაგ თავის დროზე ალბათ მაგარი როჟა იყო, მაგრამ ის მომძროლია კაცო ფეხი. მაო, ეხა ფეხი რა თქინა, ჰაერში ხვარდადგები არა, შენი თქვით მაო, როგორ დაფრინავს, რა ტიპია ისი? აუ, ბიჭო, ვინ არის ეს კაცი? არ მაინტერესებს, ბაბუ, რამე სხვა არ ყავს, ანუ ეს რა შვება, ვაფშე დადის? ეს კი დადის, მაგრამ ცოტა ვერ დადის. პრინციპში აქ ვერ ჩავეტევი წესიერად რა, ერთი კარი ძლივს აქ, მეორე, რაღაცები კი აქ, მაგრამ ესეც საში თვითმფრინავი ჩანს რა. თან მონიშნული ამ გონი წითელი ხაზებით აქ ნასვარკი არის, აუ რა არის ეს ბიჭო, სად მოვედით? არა ძმაო, არ გვინდა არც ვარიანტი. ბაბუ, მესმენე. თქვენი სახელი? ჯუგუნა ბაბა. ჯუგუნა ბაბა. მესმენე ბაბა. რამე ვინმე მეგვასწავლე რა? ახლა კი ვიცი 1-2 ვისაც ყავს კაი თვითმფრინავები, მაგრამ ფული უნდა ინფორმაციას ხო იცი? ბაბუ 100.000 მოგცემ და მოგვეცი რა ინფორმაცია. 100.000 წამთე რუკას მოგცემ თუ გინდა. მოკლედ, აქედან ეხა წახვალ ხელბარცხნივ გავუყვებით გზას, მერეულით ბოლომდე ჭილიადისკენ რა. გადახედავ ამ სანაპიროს იქით ბოლოში? ჩათვალეთ ეხა ძმაო, ეხა აქ ჰორიზონტი უნდა გავავლო და ბოლოში უნდა გახვიდეთ იქ მეთევზების დასახლება. მეთევზების დასახლება ვიცი კაცო, მერე? აი მან ჩადე. და კობა იკითხე, კობაზე ყავს ერთი კაი თვითმფრინავი და კაი ფაში მოგცემთ. ეხა კიდე ფული მომეცეთ ბიჭო. ჯუგუნა 100.000 შენ. კაი ხარი, აბა თქვენი ძმებოდა წადით, აბა ხო ეხა ზებარლოგიხოთ ეს თვითმფრინავი აფრინდებოდა, მაგრამ დაფრინის რა გითხრათ, მაგრამ იმას მაგარი თვითმფრინავები ყავს. ანუ გატენიდი ბაბუ? მე ძმაო ჯუგუნას თვილა კი არ მეძახიან. ჯუგუნე. რა კაცია იმენა, წავედი. მაგარი ტიპი არა, ჯუგუნე. გარი როშა. რას გოტენიდა იმენა, ცალფეხა თვითმფრინავს გვატენიდა და კიდე კაი არ გამოვართვით, თო? არ უნდა იჩქარო ხოლმე მსგავს გადაწყვეტილებს, თორე დაგუყავს და ჩვენ ეხლა იქ ჩამოსვლა რაღაცები დაგჭირდება უეჭველი რა. ხალხის დაგჭირდება ძმაო ბლეკ მამბაში და ხალხო მერჩი განახლდა. და ვისაც გინდათ ბლეკ მამბაში შემოერთება და ჩვენი მერჩი შეძენა, აუცილებლად გადადით კომენტარებში ან აღწერაში აპენულ ლინკზე. სადაც დაგხვდებათ ესეთი ფანჯარა და იყიდება ბლეკ მამბის სუდები, CG-ის სუდების სხვათა შორის მაისურები, მობილურის კეისები, ჭიქები, პაზლი და ბარაძე დასაკრავები. მაგალითად თუ გინდათ ფუდი დააჭერთ, ირჩევთ Black Mamba, Money, Beborogora, Black Mamba, Beborogora იმენა CG-ის მერჩია, რასაც ქვია, ირჩევთ ზომას, ირჩევთ ფერს, კალათაში დამატებასა ჩვეულებრივად შემდეგ მიყვებით ინსტრუქციას და კურიერი მოგიტანთ მისამართზე. ანალოგიურად თუ გინდათ ჭიქა-აქას ირჩევთ რომელი მოდელი გსურთ, ირჩევთ ფერს, კალათაში დამატებას და ჩვეულებრივად სტანდარტულად მიყვებით ინსტრუქციებს. და ნებისმიერი ნივთის შეძენისას ჩათვალეთ Black Mamba-ში ხართ. ასევე აქ გვაქვს ბარათის სტიკერები, რომელიც ძალიან ლამაზია და ბარათზე ჩვეულებრივად თქვენ სკულ ქარდებზე შეგიძლიათ დააკლათ და Mamba ქარდი იქნება რა. ამიტომ ძმაო ვისაც შეძენა გსურთ, აღწერაში არის ლინკი და შემოგვიერთით და TikTok-ების გადაღება არ დაგავიწყეთ, მე ყველას ვაზიარეთ. კაი, წავედი ახლა ჩვენ ისევ იქ უკან უნდა დავუბრუნდეთ როგორც ჩანს, იქ ყიდით ვინ იკითხეო ბიჭო რა სახელი თქვა? კობა. კობა იკითხეო და ეგ გეტყვის სახელსო და 1
2 და 3 წავიდა. ოპა! რასაკეთებ? გაჩი სიჯი მე არ ვიცი რას ვაკეთე, მაგრამ მაგარი რაღაც გავაკეთე. ძმაო, ნახე. ოუ, კიდე გაიფრონირებული როა, მაგრამ ნახე, ძმაო, სად გადმოხდეთ, თუ სპორტ გზა მოვჭერით. დავიმტრუე ძულებში ბიჭო, რეებს აკეთებდო? ბიჭო, მანქანას აქ პოტენციალი და ბოლო ხო უნდა გამოვიყენოთ აქ ეს ზანოსი. ნახე, არა, ძალიან ძირსკია რა ეს. შავად უნდა შევეღებოთ ეს ლამბო, რომ იმენა Black Mamba Borgini იყოს. Black Borgini. Mambargini, всё, Mambargini არის ეს. Mambargini Huracan. რა კაცი ხარ, ამ ხელა შარში ვარ და კიდე ხუმრობის თავი გაქვს. ბიჭო, ცხოვრებას უნდა შეხედო პოზიტიურად, რა ცუდ ფიქრებს არ უნდა მისცე შენი ცხოვრების გამწარების უფლება. რაზეც ფიქრობ ისეთ ხასიათზე ხარ ყოველთვის, რა ყოველთვის უნდა იფიქრო პოზიტივზე რა. გამატარე ძმაო. კაი, აქ არის ახლა ხო. ხო. კაი, ესე იგი მეთევზეების სოფელიო, რომელიც არის აი აქ და ერთი აბა ვკითხო სად არის კობა. გაუმარჯოს, მეგობარო, კობა საით ცხოვრობს? დაბლა. კაი, ძმაო, გაიხარე, თავისი გაჭირვებია ამას აქ. ცოლი ეჭხუბება მაგარს, ჩავედით დაბლა. ჩემი ძმა, კობა საით ცხოვრობს? წინ დგას მაო ეგერ. რა, კაი თვითფრინავია ნახე? ბიჭო, ხო არ გადაობ რა ძირს კი რაღაცა. აბა ერთი აქ გავაჩირო. აი ძმაო, თვითფრინავი მესმის. გაუმარჯოს, მა, ბაიკერი ხარ? Black Mamba. რა გინდათ ბიჭო, მეთევზეების ოფისში თო, კობა შენ ხარ ჩემი ძმა? კობა ვარ მე დაჯექი და კერე ბიჭო, ამ ვერტფრენ შენ ყიდი? მე მყიდი ხო, ბიჭო, ესეთი ლაპარაკი, გინდა დაათვალერა და კესტუმ. ერთი წამი ჩემი ძმა, ერთი დავუთვალერო ბიჭო, არა, ძალიან ძერსკია, თან შავი ფერია, ამით რო კუნძულზე ჩავალ, არმიის არის თან. იქ თუ ვინმე ზედმეტი ჩითავს, ეგრევე ყოველს ბახ გადაულით, რამდენი კაცი ეტევა. წინ 2 და უკანაც აქეთ 1, იქით 1 კიდე. რა სიტყვის იჯი? მაგარია ძმაო, მაგარია, მთავარი ეს ზაფასის ბიჭო, მაგარი. დაკლა კაცი ჩანს. ეიტოქში ძმაო, 12 მილიონი წაიყვანეთ რა. რა 12 მილიონი ძმა, ვერტფრენია თუ სასახლე. ძმაო, ხო ხედავ რაც არის, პულიმიოტებზე და ყველაფერი ზედა. მაგარი მოპარულია ძმაო, ვინკოდი ისტორია გასუმთავებულია. დაიყვანე გინდა, არ გინდა, ნუ გინდა ძმაო, ამის კლიენტებს რა დალევს. კაროჩი, რა უნდა გავატარო? მედი ძმაო, მედი. რომ მოტეხოთ, ვინ უნდა მოტეხოთ, ბიჭო, მოტეხოთ კისერს, თო, სადაიმალებით. აი, გაიდაცნოთ ერთი წამი ობასიჯი ერთი დავждეთ როგორ დადის. არა, ბიჭო, ძალიან ძერსკია, თან შავში დაბურული, მინების დაბურული, ანუ ვერტფრენს აქ მინები დაბურული. წარმოვიდგინეთ. თან Black Mamba-ის თემაში შავი ვერტფრენი კაია და რამე და უკან არმის მაგურად მამბას დავაწერთ. აი ძმაო, ვერტფრენი მესმის. დავედით აბა ერთია უფრინტეთ. ოპა. ცოტა ფრთხილად. აქ რაღაცებს გავედე, მაგრამ არა უშოვს და არა ბიჭო, ძალიან ძერსკია თო. დააწერეთ კომენტარებში, აი როგორია ეს ვერტფრენი. აბა ერთ სიჩქარე ნახოთ, წავიდა. სიჩქარითაც რავი. 80 100 120 130 და რავი 140-ით მიდის. რა, ძალიან კაი თვითფრინავია, დავკრუგოთ ესე. ნუ ეხლა ჩვენ არაფერს როლ არ შეგვიძლია, გვერდიზე ვინც იჯდება მაგათად პულიმიოტებთან ისინი დაუშვებენ, ნუ სიჯი და ვიღაცები კიდე გვჭირდება, რა თქმა უნდა, ეხლა Black Mamba-ში ალბათ შემოგვიერთებიან მალე. ეგენი სვრიან და რავი, ყველანაირად კაი თვითფრინავია, რა მგონი ამაში 12 მილიონის გადახდა ღირს. არა ძმაო, ღირს კაია მართლა. კაი დავეშვათ ეხლა აქ დაიცა ფრთხილად და ეხლა ბიჭო რა დაიშვება რა ის მეორე კლავიატურა რო არ მაქვს და მაუსით მიწოს ტარება. სიგიჟია თვითფრინავის მაუსით ტარება, მაგრამ ნუ რა გინდა რო ქნა. სხვა გზა არ გვაქვს. კაი, ფრთხილად დავეშვით. აუ, ხადაო, აქ როგორ უნდა დავეშვა მით. შემოვატრიალოთ. მიდი რა ძმა დაეშვი რა მოგივიდა თო. მიდი. всё, ჩვენია. დავაი, დაჯდა. ეგ არის. ნუ თვად კარგად ვერა, მაგრამ დავჯექით რა. ბიჭო, თქვენ ხوار უბერავთ, თუთარება არის ის, რას დაკავთ? დაწადი რა ჩემი ძმა, რა ვყიდულობთ. მაშინ ხო ხარაში აი ანგარიში. და ესეც ესე -12 მილიონი ჩვენს ანგარიშზე და ეს ულამაზესი ვერტფრენი ჩვენია. მანქანას რა უყოთო? ბიჭო, მანქანას რა უყო? ეგ თქვენი პრობლემაა, მაგერა პარკინგებს აქირავენ და დატოვე. ანუ ჩირა, გაი მოსულდი ხა აქედან. სად დავტოვე ხლა ეგზევით? აი კაც შეუთანხმდები რა. წამოვერი წამისიჯი. მაგარის ბრანდი კაცი კია. ბაიკერია ეხლა და დაგვიწყებდა იაზოვოს რა თქმა უნდა რა. ბერთი ამ კაც ვკითხო აქ რამდენში დაიტოვებს. კაი კაც გამარჯობა. გამარჯოს, რა ხდება? არაფერი, მოკლედ ამ ლამბოს აქ 1-2 დღე რამდენად დავიტოვებთ? ეს ვერიანი მანქანაა ძმაო, რომ მოპარო ნაპასნია ვერ დავიტოვებ. ბიჭო, ფასი მითხარი რა და მიაქცევ შეყურადღება შენი ჩაჯები ისე გაათენებ ღამეს. 20,000 ძმაო.
მომეცი ანგარიში. 30. მომე მიდი ანგარიში 30 ჩაგერიცხავ. მაშინ 50. ნუ მე ვაჭრებ თორე გაგასხმევინებ ტვინს ბიჭო და აგახევ შემთლიან პარკი დამას უყური აქ დაგვიჭირე დავიჭკვით გოიმები. 20000 გერითხავ და მიაქციე ყურადღება თორე აქ აღარ დამხვდე რამე რომ მოვიდეს ამას. გაი ბიჭო რამე განაწყენა თო ვიხურე. ეგარი -20,000 და მიმიქციე ყურადღება წამოსიჯი. არა ბიჭო ამოთ მოხსარ მომატიანო ბიჭო იცოდე ამი არ მოვიდეს მაგას თორე აღარ დამხვდე აქ. თუ იმენა მართლა მკაცრად არ დაელაპარაკე ხალხს აზრი არ აქვს რა. შენ ჩემის მარას უყურებ ამ ვერტფრენს. არაფერიც მომიყვარდა. ო და მიგექცია ძმა ყურადღება და იქნებოდა შენთან. წავედე სიჯი. დაავაწვები ახლა ამით პირდაპირ შაუბაზარზე და იქაც რამე მანქანას დაუითრევ წესით რა. აუ მაგარია რა მაგარი რაღაც ყავს თო. აბა დაგვიშვას ახლა ნებისმიერმა. ვინ ბიჭო ამ ვერტფრენზე ვინ უნდა დაგვიშვას? დავაი წავედით და ქალაქში როცა ჩავალთ, აუ შავი ბაზარი იქით არის თო ოკეანესკენ და იმედი მოქვს იქ რომ ამე პოლიცია და ესენი არ გაგვიხურებენ საქმეს, მაგრამ ჯანდაბას რა ჩავიდეთ მოდი ახლა ჯერ იქ და მე რო რამე და გაგვიქცევით რა პრობლემაა. და ალბათ ხვალანზე უკვე კუნძულზე ჩავალთ რა და მანამდე ერთი გავიგები სტივირაში ვან მაგის ვიდეოებს ნახავ როგორი კუნძულია შევხედავ. ჩეკიტას აქტოვებს მოვიდეს ტაქსი. კაი სიჯი გიყოს რა გიხოცები რა. ისე რა დრო დადგა ბლეკ მამა ამდენ ხანს მანქანებით ნუ კაი მანქანებით დადიოდა და ეხლა უკვე ავი არმიის დაჯავშნილი რავი ახლა ბომბდამშენით მოძრაობს. თან რა მაგარი ეს კი რო ჟარი აუ გახსოვთ რა მაგარი იყო ეს ვიდეოები ატომური ის უქონდა ბომბი კიდე მგონი სუ 24 თუ რაღაც ყავდა და რაპტორი ყავდა კიდე ბომბდამშენი ძალიან მაგარი დრო იყო აი პლასტიკური რო ქონდა ფრანგლინს გაკეთებული და პოლიტიკოსობა რა უნდა ვის გამო? ლუკას გამო ჩაგვიშალა მგონი ეგეგმები. ლუკას გამო? აუ შენ არიცი ეგ ამბები კიდე აი ეს ვის ვერტფრენია ხوار შევაშინო ცოტა ვიღაც ბიზნესმენია ხوار დავაჯდეთ ჩემი ძმა კაი ბიჭო გაანგები წავითოთ და შავ ბაზარზე მაგრამ პრინციპში ახლა მე შავი ბაზარი რა თქინდა თო პირდაპირ უნდა წავიდეთ ახლა კუნძულზე მამინ შავი ბაზარი რა თქინდა ხო ეგ მერე უკვე მაშინ რავი ახლა უკვე ყველაფერი უკვე იარაღებიც გვაქვს ვერტფრენს ყავს დავისვენოთ ახლა და ხვალინდელ ვიდეოში რომ რამე წავიდეთ კუნძულზე ამიტომ ავიყვანთ ეს თუ 10000 ლაიქს და დააჭერეთ დაბლა წითელ subscribe და დაწერეთ კომენტარებში როგორ მოგწონთ ჩვენი დღევანდელი შენაძენი. და ჩვენი მერჩი შეძენა არ დაგავიწეთ ხალხო შემოვერდით Black Mambas. იყავით Black Mambelები. ოკეი, და ეშვათ ეს ერთხილა და ვახშენი ეგ არის.